სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრეთ 45 ნაწილს, რომელიც ჩაწერილი 1997 წლის 4 მაისს. ეს კითხვაც წინა კითხვასთან შედარებით ალბათ უფრო კიდე საინტერესო, უფრო პრაქტიკული, ძალიან საინტერესო ცხოვრებისეულ მომენტს გაიხსენებს ჯონ მაკარტური და საქმე ეხება ლოცვას. რომელი არის უფრო ყველაზე ეფექტური ლოცვა ბიბლიაში, რომელიც შეიძლება ცოდვილმა გამოიყენოს თავის ცხოვრებაში. და ეს როგორ გითხრათ, მე ძალიან ბევრი კარგი რაღაც მომისმენია და უშუალოდ ამ ამბავზეც გარკვეულწილად მქონდა მოსმენილი, მაგრამ ახლა უფრო დეტალებში მოგვიყვება ჯონ მაკარტური ერთ-ერთ ესეთ თავის შემთხვევას ცოდვილ ადამიანთან. და ეს არ არის უბრალოდ ხელწამოსაკრავი, როცა შენ ხდები ღმერთის მსახური, ხო, ღვთის მსახური და ცხოვრებაში გიწევს ესეთი მომენტები, შეიძლება გიკვირდეს კიდევაც, ხო, როგორ შეუძლია ღმერთს რომ მოაბრუნოს ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი. ერთია წავიკითხოთ ჩვენ ეს სადაც ლიტერატურაში წიგნებში, მაგრამ უშუალოდ როცა შენ შეხვდება და ღმერთი შენგან გაატარებს ამ ელემენტარულ ამ ძალას სიტყვების მეშვეობით, რომელსაც შენ სთავს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ამიტომ ყველას მართებს, როგორც წინა იმაზე ვისაუბრეთ, ნებისმიერი ქრისტიანი უკვე პასუხისმგებელი არის, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. წარმოდიეთ ადამიანი რომ მოდის თქვენთან და გეუნებათ, აი როგორც ახლა ეტყვის ჯონ მაკარტურს, რა ვიცი, ძალიან ისეთი უნდა იყო, რომ წარმოდიეთ, რა ვიცი, თვალთმაქცი და ფარისეველი, რომ შენ ეს უფლება თავს მიცე, როცა შენ თვითონ არ ცხოვრობ იმ ცხოვრებით და ნებისმიერ რაღაცას შეეტყობა ეს. აი, ჩვენ თუ ცნობიერად ვიცით რაღაცა, რომელიც გამოსასწორებელი და ამაზე არ მუშაობთ, ღმერთს არ თხოვთ, ხო? ეს ქრისტიანობა აღარ არის. ღმერთი ტოვებს იმ ადგილს, სულიწმინდა ტოვებს იმ ადგილს, სადაც დავალებებს არ ასრულებს მორწმუნე. და შენ უკვე შენი იმეებით, სინდის რაღაცნაირად ლოგიკით, რაღაცა შეიძლება მასკირებას უკეთებ. აი, გუშინაც ვნახე ბობ მარლიზე ფილმი, იცით, ბობ მარლის. და ძალიან იჭიერი პიროვნება იყო, ხო, უნიკალური თავისი მუსიკაც როგორი შემოიტანა, პირველი პოპულარიზება მაგან გაუკეთა. ხო და წარმოიდგინეთ ეს რასტაფარი, რაც მათ წამთ, ხო, ეთიოპიიდან წარმოდიეთ, გონიათ რომ სოლომონი შებასთან რო იყო ურთიერთობაში და მას შვილი გაუჩნდა და ეს არის ლეგიტიმური მეფე. მოკლედ დამკებში არიან გასულები რა ის ეთიოპიელები და ასევე ის მცენარე, რომელიც მაგალითად გამოცხადების წიგნის 22 თავშია მოხსენებული, მათ გონიათ რომ ეს არის მარიხუანა. წარმოგიდგენიათ, 9 კილო მარიხუანას ეწეოდიო ბობ მარლიმ, ხო? ყოველა, ესე იგი, სიგარეტს არ ეწეოდა ადამიანები ეგრე, როგორც ეგენი ეწევიან. რომ ესე იგი ამ დონეზე და ახლა შენ რო გაბანგულია გონება. ჯერ ისედაც ჩვენ მიდრეკილი ვართ მისტიკური იმისგან, აზროვნებისგან, ხო? ესე გვიბიძგებს ყოველთვის ჩვენი ცოდვილი ბუნება, რომ შევიდეთ რაღაცა დაფარულში და დაფარულში ვქეკოთო და წარმოიდგინეთ ახლა მარიხუანას ესე რომ მოწევ. გარდა ღმერთმა მიცა ნაჭი და 1-2-3 სიმღერა არის კარგი სიტყვები, რადაც ისეთი აპოლიტიკურები რომელიც არის და უფრო სიყვარულს ეხება და თუნდაც ღმერთს რო ეხება, ხო? მაგრამ ძირითადად მეთქი რომ გადახედავთ ახლა ბევრ music ბიოგრაფიებს მომიწია, ბიოფები ქვია, ხო? music biopics ბიოგრაფიები მუსიკალური, ესეთი წარმატებული ადამიანების, აი Whitney Houston-ი რა ცხოვრება ქონია. აი გეუნებით რა კიდე რამდენი რამეს არ ამბობენ, წარმოგიდგენიათ? ან თუნდაც აი ჯონი კეშის, ხო, Walk the Line. მე ვიცი სამი პიროვნება ესეთი ახლა, რომელიც უცებ მახსენდება, რომლებაც დააღწიეს ნარკოტიკებს და იმას საშუალება, ეს ჯონი კეშია, ერიკ კლეპტონი და ასევე სტივ რეივონი, რომელმაც ილაპარაკეს და ასევე ბიბი კინგიც შეიძლება აქ მოიაზროს, რომ ყველა აბსოლუტურად იღებდა ნარკოტიკებს, რომ რაღაცა ინსპირაცია ქონდათ ამ დროს, როცა დავანებეთ თავი, უფრო მეტი ნიჭი გამოჩნდა მათში. ხო, ხედავთ ადამიანი, როცა მიენდობა ფეხის ხმას აყვება, რომ მოდაიყო სტივ რეივონი ამბობს დოკუმენტურ ინტერვიუში პირადად, მოდაიყო, რომ შენ უნდა ვისკი დაგელია, უნდა გაბანგულიყავი. ამას ამბობს ჯონი კეშიც, რომ ბარბიტუარები და იმდენი ამ პეთამფინები, ამ მეტაფინებია, ამ პეთაფინები, კიდე ვერ გამოვთქვა ახლა სწორად, ხო? ამ პეთამინები. ელვის პრესლი ასაც იღებდა. ეს მოდაიყო გამოწერილი, ექიმი უწერდა მაგას, წარმოგიდგენიათ? და ჯერ მარტო ნიკოტინიდან თავის დაღწევა იყო ძნელი და ნებისმიერი რამე, რაც ხელოვნური, არტოფიციალური, ხო, სუროგატული, ყველაფერი ჩვენს გონებაზე განსაკუთრებით. ხო და თვითონაც ჯონი კეში ფიქრობდა, რომ გონება მას დაუჩლუნდა რა.
ნამდვილად ეგრე არის, ყველაფერს აჩლუნგეს აბსოლუტურად. რაც არ უნდა იყოს ეს, რაც ღმერთს არ შეუქმნია შენთვის. ხო ვიღაცა იტყვის მარიხუანა ბუნებრივი ის არის და ნახე და რელიგიამ, რასტაფარიანიზმმა როგორ მოირგვეგა, ხო? და რამდენიც ეს თუ ღმერთმა სამედიცინო იმითი მიცა, ნარკოტიკული ეს ყაყაჩო იქნება თუ რაღაცა, ხო? რომ გააყუჩოს რაღაცა კონკრეტულ ოპერაციებში და რაღაცაში. ეს შეიძლება რომ ყოველდღიური მანდაქციო? ხო და ესე არის სატანა ჩასაფრებულია და ნებისმიერ ადამიანს ყველა იმისკენ უბიძგებს. და აი მოდით მოусვინოთ ახლა ცოდვილი ადამიანი რა სიტყვის და რა შეუძლია მან გააკეთოს. დღეს ბევრი ჯგუფია, რომლებიც სახარებას ძალიან კარგად წარმოადგენენ. ეს კითხვის დამსვენელი არ ვიცი ჩვენ ვინ არის ამ სესიაში, რატომღაც სახელები და გვარები ამოღებულია და ან არ ასახელებენ. არ ვიცი რატო შეიძლება ადამიანებს ცხენიათ ერიდებათ, არ ვიცი ნათესავების. მაგრამ მეჩვენება რომ ის რასაც ის მსმენელი ითხოვენ სახარების მოსვენის შედეგ ძალიან ბუნდოვანი ხდება. ბევრჯერ როდესაც ადამიანებს ეუნებიან, რომლებიც იტყვიან, რომ მე მწამ სახარების, მათ მსმენელები გამოცდილი, ვინც იბარებენ ამ რაღაც მონანიებას, აღსარებას, ეუნებიან ესეთ რამეს ქრისტეს მისაღებად რომ გააკეთონ. თითქოს ეს პროცესი ორეტაპიანი პროცესია. სადაც თქვენ დაიჯერებთ ფაქტებს, იღებთ ქრისტეს, ხოლო ქრისტეს მიღება ხშირად აიხსნება როგორც პირადი მოწვევა, რომ ქრისტე თქვენში დამკვიდრდეს. და აქ იყენებენ იოანეს წერილის პირველ მე-12-ს, ისინი მერე გადადიან და ეუნებიან გამოცხადების წიგნის 3:20. მე ვერ ხედავ რომ იოანე თავის სახარებაში ქრისტეს მიღებას ისე ხსნიდეს, როგორც ვინმეს, რომელიც პირადად იწვევს ქრისტეს, რომ მათში დამკვიდრდეს. შეგიძლიათ ისაუბროთ, რომელია ბიბლიაში ცოდვილის ლოცვის შესაფერისი ადგილი. შესაძლოა მე ვფიქრობ და მე მესმის, როგორც რწმენის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მაგრამ არა რწმენის რაღაცა ისეთი დემონსტრირება, რომლებიც შეიძლება საფრთხეებსაც შეიცავდეს. და ცოდვილის ლოცვის და ქრისტეს მიღების ეს შეცდომით გამოყენება შესაძლოა ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდეს ამ მორწმუნეს. შეგიძლიათ ახსნა და შევეხოთ გამოცხადების წიგნის 3:20 და ჯონ მაკარტური აქ ძალიან კარგად განმარტავს ამას. მე ისე დავასათაურე, რომ ესენიც მინდოდა რომ თქვენ დაინტერესებული იყოს მსმენელი და აქაც ძალიან საინტერესო ახსნას აკეთებს, რაც არაერთხელ გაუკეთებია, რომ გამოცხადების წიგნი ხშირად იყენებენ არასწორად, რომ ეს პირადად მორწმუნეს კი არ ეხება, არამედ ეხება ეკლესიას. და ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი არის. რა გვეხება ჩვენ, თუნდაც ძველ აღთქმაში, პირადად, რა ეხება ისრაელს, რა ეხება ქრისტიანებს, საზოგადოებას, ან ურწმუნოებს, რომ გამიჯნოთ ეს კარგად. ამას გვიკეთებს კარგად გამოცდილი ბიბლიის მასწავლებლები და ამას ემსახურებოდა კომენტატორები ზუსტად. და ჯონ მაკარტური პასუხობს: მოდი დავიწყოთ პირველ რიგში გამოცხადების 3:20-ით. ტექნიკური გაგებით გამოცხადების 3:20-ში ნათქვამია: აჰა, კარტამ დგავარ და ვაკაკუნებ, თუ ვინმე მოისმენს შემსხვას და გამიღებს შევალ მასთან, ვივახშევ მასთან და ის ჩემთან მე მათთან ვიქნები, ის ჩემთან. გამოცხადების 3:20 კონტექსტი ისაა, რომ იესო აკაკუნებს ეკლესიის კარზე. სინამდვილეში ეს არ არის კონკრეტული ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ უნდა უქადაგოთ ვინმეს. ამის პარალელის მოყვანა ამ დროს არ არის მიზანშეწონილი. იესო ეკლესიას ესაუბრება და არა ინდივიდს. მას აწუხებს ამ ეკლესიის ბედი, მათი მდგომარეობა, მათი ქცევა და ასევე ნაკლებობა რწმენისა. უბრალოდ კონტექსტის შედეგად შესადგენად, რათა გახსოვდეთ, ეს არის ლაოდეკის ეკლესია, ნელთბილი და ეუნება რომ ამოგაფურთხებ ჩემი პირიდან, ამოგანთხევ. იმიტომ რომ შენ გონია რომ დიდარი ხარ და გაქვს სიმდიდრე და არ აქცევ ყურადღებას, ღარიბს, ბრმას, შიშველს და ყველაფერი ეს შენახარო ეუნება. და შემდეგ ეუნება ბოლოს, აჰა, კარტამ დგავარ და ვაკაკუნებ, რომ მინდა შენ ეკლესიაში შემოვიდე, ამბობს ის. მინდა რომ ეკლესიის უფლად მე მიმიღოთ. მას სურს ეკლესიაში შემოსვლა და იქ მოღვაწეობა, ლაპარაკია სულიწმინდაზე და იესო ქრისტეზე. და აქ სინამდვილეში ადამიანის გულზე კი არ არის საუბარი, როგორც ბევრი ამას არასწორად იგებს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვფიქრობ, შეგიძლიათ ექსტრაპოლირება მოახდინოთ, რომ თქვათ, რომ უფალ სურს ცოდვილი ცხოვრებაში შესვლა, მას სურს შემოვიდეს და განწმინდოს ეს ცოდვილი, მას სურს შემოვიდეს და განბანოს ეს ცოდვილი. აი აქ უკვე ჩვენ გვეხმარება იოანეს სახარების
პირველი თავის მე-12 მუხლთან მივდივართ. და ეს ძალიან ნათელი მუხლია, სადაც ნათქვამია. ვინც მიიღო იგი, მათ მის სახელმწიფება ღვთისშვილებად გახდომისა. რას ნიშნავს ქრისტეს მიღება? როდესაც ხსნის რწმენაზე საუბრობთ, ძირითადად თქვენ სამ რამეს გულისხმობთ და სამ რამეს გაქვთ ხედულობაში. არსებობს სამი კომპონენტი. პირველი არის ფაქტების, სახარების ჭეშმარიტების გაგება, რაც თქვენ ახსენეთ ზემორე თქვენს კითხვაში. მეორე არის მისი დაჯერება, რომ ის ჭეშმარიტია და მესამე არის მათი მიღება თქვენი ცხოვრებისათვის და უკვე მათში ჩართვა, მათი ცხოვრება. ამგვარად ეს ნიშნავს, რომ მე მესმის ეს სახარება, მე მესმის, რომ იესო მოკვდა, მე მესმის, რომ ის აღდგა, მე მესმის, რომ რაც დღეს დილით თქვი, ის სამების წევრია, რომელიც ქალწულის შობით მოვიდა ქვეყანად. უცოდველი ცხოვრებით იცხოვრა, ჩვენ სამაგიეროდ, ჩვენთვის ჩამნაცვლებელი სიკვდილით გარდაიცვალა, მკვდრეთით აღდგა და მამამ მისი საქმე იმდენად სრულყოფილად დაამტკიცა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი, მისცა სახელი უფალი და თავის მარჯვნივ დასვა იგი. საიდანაც ახლა მეფობს ის თავის ეკლესიაზე. შუამდგომლობს მათთვის და აუცილებლად დაბრუნდება და დაამყარებს თავის სამეფოს. მე მჯერა, რომ ეს ყველაფერი არის ჭეშმარიტი და სიმართლე. და თქვენ ამბობთ, მე მესმის ეს. და ასევე ამბობთ, მე მჯერა, რომ ეს ფაქტია და ეს სულიერი რეალობა. მესამე, მე ჩემს ცხოვრებას და ჩემს მარადილობას ამ ფაქტების რეალობაზე ვამყარებ, იესო ქრისტეს როგორც ჩემს ხსნელსა და უფალს ვაღიარებ და ვიღებ. ფიქრობ ამ ეტაპზე არსებობს მიღების ელემენტი. ეს არის ჭეშმარიტების როგორც სიმართლის მიღება, ეს არის მისი რწმენა და მის პირადი მითვისება და ცხოვრებაში დანერგვა. არ ამგონია, რომ შეუფერებელი იყოს იმის თქმა, რომ მე მსურს ქრისტე მინდა რომ შემოხვიდე, ჩემი ცხოვრების სამართავი საჭე აიღო, მინდა რომ ჩემი ხსნელი გახდე, მინდა რომ მაპატიო ჩემი ცოდვები, გაღიარებ რომ შენ ხარ ჩემი უფალი და მინდა რომ გადამარჩინო, მინდა რომ მოხვიდე და ჩემში დამკვიდრე. რადგან მოციქულთა საქმეების 2:38-ში მოცემულია დაპირება, რომ როდესაც ადამიანი მოისმენს სახარებას, მოინანიებს, მაშინ ნათქვამია, რომ ის მიიღებს სულიწმიდის ნიჭს, იგივე ქრისტეს სულს. ამიტომ შეგიძლიათ ილოცოთ და თქვათ, უფალო, მინდა რომ გადამარჩინო, გაღიარებ როგორც ჩემს უფალს, წამს სახარების, წამს რომ შენახარ იესო ქრისტე, რომელიც ჩემთვის მოკვდა. ვაღიარებ ამას. სურს რომ გადამარჩინო, სურს რომ ჩემი ცხოვრების უფალი იყო და სურს რომ ღვთის სული ჩემს ცხოვრებაში დამკვიდრეს. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ. ეს ვფიქრობ, შესაძლოა საუკეთესო პასუხი იყოს და რაც შემიძლია გავცე მე თქვენ კითხვას, თუ როგორ მიუდგეთ ადამიანს. საბოლოო ჯამში ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ხსნა ეს ღვთის საქმეა. ჩვენ კი არა ვართ მათი ხსნელები, ან ჩვენ კი არ შეგვიძლია ადამიანი ხსნათ. ეს ღვთის საქმეა და ვფიქრობ ახალ აღთქმაში ცოდვილის მოახლოებისა და ცოდვილის ლოცვის საუკეთესო ილუსტრაცია ეს არის მებაჟე. გახსოვთ ლუკას სახარებაში მე-18 თავში, რომელმაც თქვა, ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი. და ვფიქრობ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ხსნა როგორც თქვი, ხო? ეს ღვთის პრეროგატივაა. ის ავტომატურად ჩემი არ არის, რადგან ჩემი ტუჩებით მე მხოლოდ ფორმულას ვახმოვანებ. მე ეს ფორმულა მომაქვს თქვენამდე, ცოდვილ ადამიანებამდე და თქვენ ამ ფორმულას იღებთ, მაგრამ ხსნა ღმერთიდან მოდის. და ის ჩემი ხდება, რადგან ღმერთი მოწყალედ მაძლევს მას. და ბოლოს მე უნდა ვთხოვო, რომ ეს საჩუქარი, ეს ნიჭი მე მომცენ. როდესაც ვინმესთან ქრისტესთან ვსაუბრობ, როცა მინდა რომ ისინი არა მხოლოდ ჭეშმარიტის გაგებაში, არამედ მის რწმენაშიც კი მივიყვანო, რომ ჭეშმარიტება ნამდვილად ის რასაც მე ვამბობ, ეს ჭეშმარიტებაა, შემდეგ პირადად ვეთანხმებ იმას, ვიღებ ქრისტეს მიღებას, მის მითვისებას ვიწყებ და მის უფლად აღიარებას. ამ ეტაპზე მათ მე მევეუბნები, მოგიწოდებთ თუ სახარებას იწამებთ და გწამთ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, მზად ხართ თქვენი სიცოცხლე ხსნელის ხელში გადაიტანოთ და ჩადოთ, რომ ახლავე სთხოვოთ მას თქვენი გადარჩენა? იმის ნაცვლად რომ უთხრათ, კვალიფიციური ხართ, სთხოვეთ მას თქვენი გადარჩენა, ილოცეთ. ჩემთვის ეს არის ცოდვილის ლოცვა. მახსოვს, როდესაც ერთღამეს გამომიძახეს პატარა რივერსაიდის სამატყოფოში. აქედან სამხრეთით, ლოს-ანჯელესში. გვიანი იყო და სახლში მივდიოდი, დაახლოებით 7 საათი იყო და ყველანაირად მოუბრუნდი, გადავფიქრე, ჯობია მეთქი რომ მაშინვე წავიდე და არ გადავდო მეთქი.
სამოთყოფოს ოთახში რომ შევედი, საწოლში ერთი ბიჭი იწვა. მაშინვე დავინახე რომ შიდსით კვდებოდა. რა თქმა უნდა ოთახში სხვა ჰომოსექსუალისტებიც იყვნენ, სინამდვილეში იქ იყო ჰომოსექსუალი თანაშემწე ჰოლივუდის შიდსის ცენტრიდან, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს, იქ იყო ჰომოსექსუალი მამაკაცი ექთანი და შემდეგ ამ ბიჭის ერთ-ერთი ალბათ მეუღლე ან საყვარელი. ისიც ჰომოსექსუალისტი. ოთახში შევედი, საწოლთან მივედი და დევიდ ჩესტეინს გავეცანი, რომელმაც დამირეკა და სახელი დატოვა და მითხრა: მე ვკვდები, გთხოვთ, ვიღაცა მითხრა რომ თქვენ შეგიძლიათ დამეხმაროთ სიკვდილისთვის მომზადებაშიო. ასე რომ წავედი. ოთახში შევედი და დანარჩენი 3 ძალიან სწრაფად გავიდა პალატიდან. და მე უთხარი: დევიდ, მინდა ვიცოდე რომ შენ დამირეკე მეთქი. მან თქვა: რატომ დამირეკე მეთქი? იმიტომ რომ კვდები და ჯოჯოხეთში აუცილებლად ჯოჯოხეთში ვიცი რომ მოხვდებიო. მან თქვა: მე ვიცი სახარება. მე ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. 2 წელი ბიბლიურ კოლეჯშიც დავდიოდი. მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰომოსექსუალისტი ვიყავი და ასე ვცხოვრობდი. ყოველ წუთს ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო. ვიცოდი რომ ეს ცოდვა იყო. ვიცი რომ ღმერთს ამით მე ვაკნინებდი და შეურაცხყოფას ვაყენებდი. მე არ ვიმსახურებ ხსნას. მე ღმერთს ვეწინააღმდეგებოდი. უარყავი სახარება, რომლებიც მშობლებმა მასწავლეს და ახლა სიკვდილის პირასა ვარ. მინდა რომ ღმერთმა გადამარჩინოს, მაგრამ დახმარება მჭირდებაო. მე ხელი ჩავკიდე და უთხარი: მე მინდა მითხრა, დევიდ, რა იცი შენ ქრისტეს შესახებ? მან სახარება ნათლად ჩამომიყალიბა და მე უთხარი: გჯერა ამისი? გჯერა რომ იესო ქრისტე ნამდვილად მოკვდა ჯვარზე, როგორც მსხვერპლი ცოდვებისათვის, რათა დაეკმაყოფილებინა ღვთის სამართლიანობა მორწმუნე ცოდვილების სახელით? გჯერა რომ ის სიტყვით აღდგა მკვდრეთით და ამიტომ ღმერთმა იგი დაამტკიცა სრულყოფილი მსხვერპლის აღდგომით. გჯერა ამისი? მე მჯერა ამისი, მითხრა მან. და მე უთხარი: მაშინ შენ უკვე იცი სიმართლე, გსმენია და გჯერა. მხოლოდ ერთი რამ რჩება და ეს არის ღვთის წყალობას რომ მიენდო და იწამო ეს. ღმერთი არ არის დევიდ ვალდებული რომ გიხსნას, იმიტომ რომ შენ შეეწინააღმდეგე მას. მაგრამ იესომ თქვა: ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან, მე არ ვაპირებ რას? მის გაძევებას შემგანო. მე შევახსენეს და უთხარი: მხოლოდ ის შემიძლია გითხრა რომ ღმერთს შეევედრო რომ გადაგარჩინოს და მეც შევევედრები თქო შენთან ერთად. ასე დაიწყო მან ეს ლოცვა და ეს საოცარი ლოცვა იყო. მან თავისი ბოროტებისა და თავისი ცოდვების შესახებ არა კონკრეტულად რა თქმა უნდა, არამედ ზოგადად ისაუბრა, თუ როგორ დაუპირისპირდა ღმერთს და უგულებყო ახალგაზრდობის დროს გაგებული და მიღებული სახარება. როგორ დაუპირისპირდა მშობლებს და როგორ ახსოვდა, როგორ ლოცულობდა დედამისი მისთვის ამდენხას და ამ საშინელი ბოროტი ცხოვრების დასასრულს იგი მიუახლოვდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ცხოვრებაში. ახლა კი ღმერთს ევედრებოდა გადასარჩენა და იცოდა რომ არ იყო ღირსი და უბრალოდ ცრემლებით და ვნებით ლოცულობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ ჩემი ხელი ჩაჭიდებული ქონდა, როცა საწოლთან ვიდექი. შემდეგ ვილოცე და უბრალოდ უთხარი: ღმერთო, შეიწყალე იგი ცოდვილი. ის მოდის, შენიცი მისი გული. ალბათ მამა იზიდავს მას. ყოველ შემთხვევაში ეს ასე ჩანს. თუ მართლაც ეს ასე არის მამის საქმე, რომ მიიზიდოს ეს მონენიებული, მაშინ გთხოვ რომ გადაარჩინო იგი. და სწორედ ამაზე ვლოცულობდი. და ალბათ ორივეს ლოცვა თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. ამ დროის ბოლოს ჩვენ თქვით ამინ და მისი საკმაოდ დაძაბული ეს დაჭიმული სხეული ლოცვის შემდეგ ერთგვარად მოდუნდა და უბრალოდ მიბრუნდა კედლისაკენ და გაიხედა იქით. და მე ვკითხე: რას უყურებ დევიდ? და მან მიპასუხა: კალენდარს უყურებო, კალენდარი, რომელიც კედელზე ეკიდა. და მე ვკითხე: რატომ? მან მიპასუხა: იმიტომ რომ არასოდეს მინდა დავიწყო ჩემი ახალი დასაწყისის დღეო. მან თქვა: მე ნამდვილად ჯერა რომ უფალმა მაპატია. როგორც აღმოჩნდა მას 5 დღე ჰქონდა დარჩენილი სიკვდილამდე. მან ეს 5 დღე სხვების ქადაგებაში გაატარა. ამ 5 დღის ნაწილი თურმე მეც ვიყავი, რომ ეს მასალა მიმეტანა და მასთან ერთად მელოცა.
რაც 60-ისაკენ მიმავალი რთული გზის რაღაც მსგავსი იყო. და მე მუდმივად ვამბობდი, იცით ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში მიიღებთ. იცით რომ უნდა იჩქაროთ და მან თქვა, უბრალოდ მინდა ვიცოდე, უბრალოდ მე მინდა ვიცოდეო. მას უბრალოდ ჭეშმარიტებისადმი მშიერი გული ჰქონდა. მე ასე უდგები ამას, იმის ნაცვლად რომ ვინმესთვის გვეთქვა, აი, პატარა ლოცვა, ილოცე და შენ შეხვალ 60-ში. სინამდვილეში ეს არ არის ისეთი, როგორიც არის. კი, მე ვარ კვალიფიციური და მე შემიძლია ესე ვილოცო. მაგრამ თუ ადამიანმა, ვინც ისმენს ამას, გულით არ მიიღო და გულით არ გაიშინაგანა, ეს პროცესი ისე ღმერთი არ ამუშავდება. ასე რომ ის ლოცვა, რომელიც შეიძლება ფორმულად გამოვიყენოთ, რომელიც შეიძლება მე გააფართოვოთ, ეს არის ღმერთო შემიწყალე მეცოდვილი, როგორც მებაშე. მე ფიქრობ, რომ თქვენ ამას ძირითადად ასე მიუდგებით და ამ კუთხიდან შეხედავთ ყოველ ინდივიდუალურ სიტუაციაში. მადლობა ჯონ პასუხისათვის.